Għandek għajab diħħas. Għaram boks. სკოლაში ვიყავ. ჩვენ გოგოებს თამაში ჰქონდათ. თან ცნობილი პოლონელი ფეხბურთელი დაგვესწრო. Kali? Mamazi kali? Fեղბურთელი, ქალი, კონტებიანი. არ მომწონს ხახმა. არ გამაკონოთ რა. სოთაშორის მარინა ყუბანეიშვილი შვილმა პოლონელი შეერთო, პოლონელი ქალი. არაჩვეულებრივი გოგო აღმოჩნდა. ფეხბურთელი? არა, ექიმი. ექიმი კი ბატონო. ეს ექიმის მომყვალია? თალისე დაბოდიალობს, უგზო-უკლოდ, ზევით-ქვევით. რატო დავბოდიალო? დაბოდიალობ, ხო? დღეს გავიცანი ერთი გოგო სტადიონზე. პოლონელი? არა, გორელი. რატო გორელი ვერ გავიგე თბილისში რა გორელი გაიცანინას. ამიშნელობა აქვს საერთოდ. ნუ მაინც აქვს მნიშვნელობა. დედა, შენც არ იყავი თბილისში და მამაჩემ არ მოგიყვანა ცოლად. ამ პრობლემა იყო შენ? კი, ჩემთვის იყო პრობლემა. ყველაფერი უნდა მესწავლებინა ამისათვის. თუ მე გასწავლე ყველაფერი. შენ არ მასწავლე, მე არ გითხარი ლობიოს ხელით ნუჭამ მეთქი და ჩანუც უნდა ჭამოთ, ხო, მე არ მასწავლე. კომენტარობთ, კომენტარის გარეშე. რა უნდა იმ გოგო სტადიონზე? თამაში მოვიდა. ჰა? თამაშზე მოვიდა. გორიდან ჩამოვიდა თბილისში ქალების ფეხბურთის სანახავად სპეციალურად რა გიჟია? რატო სპეციალურად ქალების ფეხბურთს ანახავად? აბა, ვიღაცას უნდა შეხვედროდა და ჩამოვიდა. და წავიდა? ხო, უკან, გორში. დაცილე? დავაჩი. და შეიძლება ისევ ჩამოვიდეს? არ ვიცი. შეიძლება. და თუ ჩამოვა შეხვდები? ალბათ. ხო, ალბათ. შეიძლება ბატონო როგორ ალბათ. კარგი რა შენო რა. ხო, და დავერდით რა. ჩვენ დავვერდით ეს არა 40 წლის კაცია. გაქნე რა მანქანა დაპენდე. კი, გასტრონომი გავაყენე. გარაში არ დაპენდე. ხო, დავაყენებ გარაში. ხო, და მოგვარტყამენ ჯარიმას. კიდე. გადავიხდი. ეს გადაიხდი კაცო, სულ მე ვიხდი ჯარიმა და მე ხა გადავიხდი მამა. ახლა გადაიხდია რა. ავიღებ ხელფას გადავიხდი. აი მე შენი ხელფას არ მინახია და. ამას როგორ ვიფიქრებდი რომ ჩემი შვილი 40 წლისა ესე მარტო ივლიდა. კაია დედა რა. აი როდესაც გახდები მშობელი მიხვდები რა მალაპარაკებს. აჭამეთ ეს საჭმელი არ შეიძლება. კიდე არ მინდა, აღარ მინდა.